მოგესალმებით. დღეს მინდა ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრო. ერთ-ერთმა ჩვენმა გამომწერმა მთხოვა, რომ შეფასების, როგორ აფასებ რისკების ბეტა და ფირე და მსგავს თემებზე რომ ესაუბრა, ანუ შერჩევას როგორ ვახერხებთ კომპანიების ეს ძალიან ურთულესი თემაა ეს, იმიტომ არ საუბრობენ საქართველოში ამაზე, რომ ძალიან რთული თემაა, არც არის ჩვენთან ბიჟა განვითარებული, ზოგადად არც არის ბევრი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით. საზღვარგარეთად შეიძლება მოიძიო რაღაც დონეზე, მაგრამ პრაქტიკულს ძალიან დეტალურს იშვიათად სადმე ზოგიერთ წერილის გარდა, როდესაც არის კარგი წიგნები დაწერილი, იქ შეგიძლია მოიძიო ეს მასალა, მაგრამ ეხლა მინდა მოკლედ მიმოვიხილო, ძალიან რთული თემა. მე არ ფიქრობ, რომ აქციების შერჩევა არის ყველა საქმე, ფიქრობ, რომ აქციების შერჩევა არ არის იმ ადამიანების საქმე, ვინც აკეთებენ სხვა საქმიანობით არიან დაკავებული და ამისთვის არ აქვთ დრო და სურვილი და სიყვარული, რომ ეს აკეთონ, ძალიან მნიშვნელოვანია. აი ეს მომენტი, თუ ძალიან დიდი სურვილი არ აქვს და ფანატურად არ ხარ შეყვარებული, ასე ვთქვათ, ფანატიზმი ზოგადად არ მიყვარს არაფერში, მაგრამ აი ესე ვთქვათ, აი ძალზედ შეყვარებული მოდით და ვარქვათ, ძალზედ დიდი სურვილი არ გაქვთ, უბრალოდ წლების განმავლობაში 5 წელი, 7 წელი, 10 წელი, 15 წელი ამას უბრალოდ ვერ შეძლებთ და მოგბეზდება და აზრი არ აქვს და იმ საქმეს, რასაც თქვენ აკეთებთ, იმაშიც შეიძლება დაზარალდეთ ან ჩამორჩეთ ან რაღაც იქით. ამიტომ ფიქრობ, რომ ზოგადადაც შერჩევა აქციების არის ძალიან ურთულესი რამ და ეს ყველასთვის არ არის. უკეთეს გეტყვით, ბევრჯერ მაქვს უნათქვამი, რომ შეიძლება ინდექსი იყიდოს, Standard & Poor's 500-ის ინდექსი, სადაც ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთეს შედეგს მიაღწევს, ვიდრე ესე კონკრეტული აქციების შეძენა. რადგან ძალიან რთულია და აი იმდენად რთულია, რომ თან დიდი პორტფელი არ უნდა გქონდეს, რომ Standard & Poor's 500-ზე კარგი შედეგი მიიღო, ძალიან ამ მხედველობაში მაქვს პორტფელში ბევრი კომპანია არ უნდა გქონდეს, ბევრი კომპანიის აქციები. აქციები შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ თვითონ კომპანია არ უნდა იყოს, რადგან დივერსიფიცირება იქ ვერ ხდება და ეს დივერსიფიცირების თემა ცალკეა. დივერსიფიცირება არ ნიშნავს იყიდი კომპანიებს ესე რაც მოხდება და დივერსიფიცირებული ხარ. დივერსიფიცირება რეალურად, მოდი აი მას შევეხები სანამ გავაგრძელებ. რეალური დივერსიფიცირება არის შენ რისკი გააჩერო, ან რისკი არ გაზარდო და მომგებიანობა გაზარდო, ან მომგებიანობა ვთქვათ, თუ არ გაზრდი შეინარჩუნო და რისკი შეამცირო. ეს არის მეტნაკლებად ძალზედ ესეთი საინტერესო, თუ ამას მოახერხებ პორტფელში, ხო, იქნება ძალიან საკმაოდ წარმატებული, მაგრამ ასე ძალიან უბრალოდ მარტო, აი ძალიან რთული თემაა ეს. მინდა გითხრა და აზრი არ აქვს ამაზე ახლა საუბრობს, აი მოკლედ თქვი რაც არის. კარგი, თუ მაინც ბევრს აინტერესებს ეს კომპანიების შერჩევა, მე ბევრი მაქვს ამაზე ნასაუბრები, ანუ სხვადასხვა ვიდეოებს ნახავ, დაახლოებით 500 ვიდეომდე მაქვს ჩაწერილი დღემდე და შეგიძლიათ მოიძიოთ ეს ვიდეოები და ხშირად მაქვს ამ თემებზე განსაკუთრებით ადრე ნასაუბრები, მაგრამ განსაკუთრებით ადრე, აი ახლა ზუსტად გეტყვით რატო თქვი ეს განსაკუთრებით ადრე. საერთოდ როდესაც იწყებ საინვესტიციო საქმიანობას, შენ გონია, რომ შეფასების გარდა არაფერი და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შენ სწორედ შეაფასო, ნახო, რომ დაინახო ღირებულება, მაგალითად უფრო მეტია ვიდრე ბაზარზე მოცემული აქციის ფასით არის გამოხატული, მაგალითად შეიძლება ბაზარზე რაღაც ღირდეს $50 და შენ ფიქრობდი, რომ ამის რეალური ღირებულება, ანუ intrinsic value არის $100, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ მოიცავს ყველაფერი, ეს არ არის. ამის გარდა არის ძალზედ, რაც დრო გადის, მინდა გითხრათ 50,000 საათზე მეტი მაქვს ამაში დახარჯული ამ თემებზე, როგორც თეორიული განათლება ყველა მიმართულებით, CFA, მაგისტრატურა, რა ვიცი, რაც რამე შესაძლებლობები იყო და რაც რამე რეპორტები არსებობდა,
თითქმის აი ძალიან და რაც რამე კარგი ციგნი არსებობდა თეორიულად, პრაქტიკულადაც რა თქმა უნდა, მუდმივად თამაში ვარ ჩართული და საკმაოდ ძალიან ბევრი ვისწავლე სხვა ადამიანის შეცდომებზე უფრო ვსწავლობ მე კი კარგია დაუშვა შეცდომა და ისწავლო, ნამდვილად უფრო არ დაგავიწყდება, მაგრამ სხვა ადამიანის შეცდომებზეც თუ ისწავლი და შენ გამოიყენებ ნაკლები შეცდომა, აქ ის არ არის დაუშვების ახლიდან დაიწყო, მაგალითად აქ დაუშვებ შეცდომას, შეიძლება სხვა ადამიანი გენდოს და ვთქვათ იმის კაპიტალს მართავდე და ეხლა უშვა შეცდომები და ფულია კარგი, ძალზე რთული, არა ვინ გაგიჩერდება, ან ვის სიამოვნებს ეს რომ ვიღაცამ გითხრას მაგალითად აი ეს და შეგიძლია რომ დამეხმარო პორტფელის შექმნაში და რა თქმა უნდა და დააკარგინო ფული. ეს არის აი ძალიან რთულია. ეგ შენ თავზე შეგიძლია გამოსცადო, იმიტომ რომ სხვა ადამიანების ფინანსური რესურსები აიხლავე გეუბნებით არის 1000-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი და 100,000-ჯერ მნიშვნელოვანი და მილიონჯერ ვიდრე საკუთარი, რადგან საკუთარი შეიძლება წახვიდე რისკზე რაღაცა ისწავლო და თქვა რომ აი მე იმხელა ვისწავლე, რომ მიღირდა ეს რაღაც ან რას ვიზავთ, მომავალში გამოსწავლებ. სხვაზე ვერ ვიტყვი სხვა ადამიანს, ეგრე არ არის დაკარგო და აი ესე ვისწავლეო რაღაც უთხარ. ამიტომ აქ ცოტა მსჯობია სხვა ადამიანების ან დიდი ცოდნის, დიდი გამოცდილების პრაქტიკული სხვა ადამიანის შეცდომებზე ისწავლო, ვიდრე შენზე. მე ეს ჩემი აზრია და არ ვიცი, სხვას თუ სხვა აზრია. გასაგებია, მაგრამ მინდა გითხრათ 50,000 საათი მრავალი წელია უკვე ამ საქმეს ვეწევი, სულ მუდმივად. კითხო, ძირთად ნიუ-იორკის ბირჟა მაქვხედველობაში, სხვა ბირჟებს თითქმის არ მაინტერესებს არც ვეკარები. და მოდით ასე მივყვათ ახლა შერჩევა თუ მე მაინც გირჩევს Standard & Poor's 500-ის ინდექსი იყიდოთ, რადგან უფრო მაგარ შედეგს მიიღებთ ვიდრე საშუალოდ ადამიანი შეძლებდა, მაგრამ მოდით მაინდა-მაინც თუ ვიღაც არის ეს 2% ვისაც უნდა რომ განსაკუთრებულ ახლა დამისვეს ეს კითხვა და მთხოვეს აუცილებლად მინდა გავიარო. მე ადრესმა გამაზე ნასაუბრები დავიწყოთ იგენა რომ ბიზნეს თვითონ უნდა გაიგო ბიზნესი. მოდი, აი ვთქვათ 4-5 ფაქტორიდან ჩამოვაყალიბოთ. პირველი არის ბიზნესი. თქვენ უნდა იცოდეთ რა ბიზნესში აბანდებთ, ანუ ინდუსტრიაში რა მომავალი აქვს ამ ინდუსტრიას, უნდა შეგელოთ ინდუსტრიის გაანალიზება, რა ინდუსტრია, როგორი პოტენციალი აქვს ძალიან გრძელ ვადაში. თვითონ ინდუსტრიაში ვსაუბრობ. შემდეგ ამ ინდუსტრიაში თავმოყრილი კონკურენტები უნდა განიხილო, აი ვინ არიან, მე თუ მაგალითად რომელიმე კომპანია, ვინ არიან ამ შერჩევა მინდა, ვინ არიან ამ კომპანიის კონკურენტები, რატომ აქვს ამ კომპანიას უკეთესი მომავალი ვიდრე სხვა კომპანიას და ბოდიში პირველში ერთ რაღაცას დავამატებდი ინდუსტრიაზე, როდესაც კონკურენციაზე მეორეზე გადმოვიდოდი, მეორე ფაქტორზე, ასე ვთქვათ, კომპონენტზე. პირველზე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ყველაზე მაგარი ინვესტორები და ყველაზე მაგარი შედეგის დამდებები არიან ის ადამიანები, ვინც თავიდანვე დაახლოებით მიხვდებიან ინდუსტრია როგორ უნდა შეიცვალოს და როგორ შეიცვლება. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან იმაზე გააკეთებ აქცენტს, რაც უნდა შეიცვალოს და იქ ძალიან დიდი შედეგი შეიძლება მიიღო. მაგალითად, ძალიან მოკლე პერიოდის წინ რაც მოხდა, მაგალითად Nvidia-ზე ვიცოდი რას წარმოადგენდა ბოლომდე ახლა ის ზუსტად ChatGPT-ების ეს ფანტასტიკური ეფექტი არ ვიცოდი, მე რომ ვიცოდი რომ ხელოვნური ინტელექტთან იყო დაკავშირებული არა მარტო Nvidia, სხვა კომპანიებიც და ეს ნამდვილად ძალიან კარგი რამოდენიმე წელია უკვე იდეალური შესაძლებლობა მისცა ყველას. ну ეს ინდუსტრიაზე ვისაუბრეთ. შემდეგ უკვე კონკურენცია უნდა ნახოთ ვინ არის თქვენი და რატომ უნდა იყოს ეს კომპანია და რა ის კომპანია, რა შეიძლება ტექნოლოგიური განვითარებით ამ კომპანიას დაემართოს ვიდრე იმ კომპანიას. აი ძალზე რთულია, უნდა თქვენ კარგად იცოდეთ ეს ბაზარზე არსებული კომპანიები და მათი შესაძლებლობები და ტექნოლოგიურ განვითარებას ცვლილებას, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და აი ელვისის სწრაფით, უნდა იცოდეთ შეიძლება რომელიღაც კომპანიას, შეიძლება რომელიმე კომპანიის მენეჯმენტი არის მეტად კრეატიული ვიდრე მეორე მენეჯმენტი, ხო? შეიძლება ერთი კომპანიის რესურსები ბევრად იაფიუჯდება ვიდრე მეორე კომპანიას ეს რესურსები და მუდმივად ექნება ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანი ეს წვდომა ესეთ
შეიძლება ერთ კომპანიას Steve Jobs იყავს, მეორე კომპანიას არ ყავს, ან Zuckerberg ან ხო, აი მაგასაც აქვს დიდი მნიშვნელობა ძალზედ. ეს მე მოვიხილეთ კონკურენტუნარიანობა კომპანიის. შემდეგ გადავდივარ უკვე რეშიოები და ფინანსური ანალიზზე. შეხედოთ მაგალითად კომპანიას აქვს პირობითად ამას ყველაფერს ვერ გავივლე, მაგრამ პირდაპირ შეხედოთ დიდი სესხი აქვს და როგორ მდგომარეობაშია. შეიძლება ამ კომპანიას სუჭირდება დიდი კაპიტალი და თუ დიდი სესხი აქვს და კიდევ დაჭირდა, ხო წარმოგიდგენია თუ რაც მეც სესხს იღებს უნგებიანობაზე როგორ მოქმედებს, განსაკუთრებით თუ ცურავი განაკვეთი აქვს და საპროცენტო განაკვეთებს ვთქვათ ფედერალური ბანკი აწევს, ამ კომპანიებს შეიძლება გაურთულდეთ კაპიტალის წვრილმა, ჯერ ვერც ისე ხო და ეს თვითონ არსებული სესხის პროცენტი ან მომსახურებაც გაუძვირდეთ. ეს ცალკეთება აი ესენი უნდა გაიაროთ ეს კომპანია როგორი მდგომარე რეშიოები, თვითონ ფინანსური მდგომარეობა, ოპერატიული ხარჯები რა არის, ლევერიჯი ქვია, ფინანსური ლევერიჯი რა არის და ასე შემდეგ ეს ყველაფერი დაღეჭოთ და უნდა იცოდეთ აი დაახლოებით რა მდგომარეობა, რატომ არის ეს ამ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებები უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე სხვა კომპანიის. აი ესაც უნდა გაიაროთ, ეს უნდა იცოდეთ, რომ დაგიდებთ აი რით ჯობია ეს. შემდეგ გადავიდეთ შეფასებაზე, 4 უკვე მეოთხე კომპონენტი შეფასებაზე ესე პირდაპირ ვიტყვი რომ არსებობს რამოდენიმე შეფასების მეთოდი. ყველა კომპანიას ერთი და იგივე შეფასების მეთოდი ვერ მიესადაგება. მაგალითად, ერთ უნდა ინდუსტრიაში თუნდაც ავიღოთ. ერთ კომპანია არის საწყის ეტაპზე და მზარდია, მეორე კომპანია უკვე დაღვინებულ მდგომარეობაშია, მათ შორის stage ქვია. ამას შეიძლება პირველ კომპანიას მომგებიანობაც კი არ ქონდეს ჯერ, იმიტომ ძალიან სწრაფ ეტაპზეა და ხვდებით მომგებიანობა არ აქვს. თუმცა მომავალში იგეგმება, რომ თქვენ უნდა ისე დაგეგმოთ, აი მომავალში რა იქნება ამას მომგებიანობა. იმ წუთში ამ წუთას თქვენ სხვადასხვა შეფასების მეთოდით ვერ შეაფასებთ როგორც მათ ანუ დაღვინებულ ეტაპზე მყოფ კომპანიას. განსხვავებულია თვითონ ინდუსტრიაში და თვითონ არსებულ კონკურენციაში. წარმოიდგინეთ ახლა სხვა ინდუსტრიაში, ახლა ბუნებრივი რესურსების კომპანიას სხვა შეფასება უნდა, ბანკებს სხვა შეფასება უნდა, ტექნოლოგიურ კომპანიებს სხვა შეფასება უნდა. კიდევ ამ ტექნოლოგიურ კომპანიებში კიდევ არის განსხვავება და სხვადასხვა ინდუსტრიები. აი, არ ვიცი, სარესტორნო ბიზნესს სხვადასხვა შეფასება. ეხლა ყველას რო დავდგება რიგრიგობით ამას რა შეფასება ჭირდება რომ გავიაროთ, ალბათ რამოდენიმე კვირა დაგჭირდება და ანუ მეტო აზრი არ აქვს ამაზე. ხვდებით, აი გეუბნებით რომ უბრალოდ აი ესე მარტივად არ არის, აი რა შეფასება მითხარით და გონიათ რომ ეს ყველა კომპანიას ეხება. საქართველოში ზოგადად აი ყველას არ მინდა, მაგრამ ძალიან ხშირად გონიათ აი დილეტანტური ის არის უფრო გონიათ რომ პატარა რაღაცას ისწავლის და უკვე მაგაში ეს არის ურთულესი თემები გეუბნებით აი თვითონ ამერიკაშიც კი სტანდარტია 500-ზე უკეთესი შედეგი რომ მიიღონ ინვესტორებმა თიძეს შემოსათვლელია იშვიათია ახლა ხანს არა რამოდენიმე წლის წინ ბაფეტმა თქვა რომ რაღაც არ ვიცი რამდენი მილიონი იყო 10 მილიონი თუ მეტი ამ მილიონს ვაძლევ ვინც 10 წლის განმავლობაში სტანდარტია 500-ზე უკეთეს შედეგს დადებს ინვესტორს თავის პორტფელი თუ უკეთეს შედეგს დადებს ვიდრე სტანდარტია 500-ის დაიქნებოდა მაგალითად 10 წლის განმავლობაში და არავის არ უნდა ამის იმდენად რთულია ბაფეტი იცინო და არც ვიციო ვინ შეიძლება აქ მოიცი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რომ აი თქვენ უბრალოდ რაღაცას გაიგებთ და გონიათ შეგიძლიათ უკვე კარგი შედეგი და სხვა მილიონობით ინვესტორია და სპეკულიანტ და ასე შემდეგ ბაზარზე ათასობით ცვლადია რომელიც აი ყველაფერმა შეიძლება რომელიმე კომპანია ნაყიდი იქ და იმის დირექტორს რაღაც პრობლემა შეემთხვეს და მთლიანად ძალიან სულ დღეს ჩავარდეს ან რაღაცა ნებისმიერ დეტალს შეიძლება მაგალითად ტრამპმა თქვას რაღაც ინდუსტრიაზე მაგალითად ტარიფები გაზარდოს და რაღაცა პერიოდი შეეხოს და დავარდეს ეს კომპანია. იმიტომ მისი პროდუქტები შეიძლება გაუძვირდეს მას, ხო, იმპორტიორ კომპანიებს. მაგალითად თუ ამან გააძვირა შეიძლება ვიღაცამ retaliation-ი ამაგერო გადაუხადოს იმანაც გაუძვირა. ძალიან რთული თემებია ეს, რომელიც აი მარტივად არ არის. ეს თემა, ანუ ურთულესი, იმიტომ არავინ არ საუბრობს და ვერც საუბრობენ. ძალზე რთულია, ეს უნდა აი
მენა Wall Street-დან დაწყებული ვსწავლობდი სხვადასხვა აქედან დაწყებული ბოლომდე უნდა ყველაფერი რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ქონდეს წაკითხული რაც მე ვსწავლობთ მით მეტად უკეთეს შედეგი აქ არ არის ერთხელ ისწავლი და უნივერსიტეტივით რომ გონია დაამთავრეს და სულ უნდა ისწავლო აი დღეში მაგალითად 5 საათის სწავლას უნდა დაუთმო სულ იკითხო მუდმივად აპდეიტო შენ იმიტომ ძალიან სწრაფად იცვლება ChatGPT არ იყო მაგალითად ხო OpenAI ChatGPT არ იყო რამდენიმე წლის წინ ეს cloud-ი არ იყო რაღაცა პერიოდის წინ ხო ეხლა არის მაგალითად ჩიპებზე NVIDIA-ს და სხვა არ იყო აი ძალიან სწრაფად იცვლება რომ თქვენ იფიქროთ რომ ისწავლეთ რამოდენიმე წლის წინ და საკმარისია რომ დღეს ყველაფერი ძალიან რთულია შეფასების მეთოდები. ახლა რისკს რაც შეეხება, აქ შეგიძლია მოდი P/E ratio შეგიძლია გაჩნია თუ ძალიან აი მაგალითად სწრაფ კომპანიები რო ავიღოთ, ახლა შეფასების მეთოდზე გადავიდეთ. შეფასებით არის ინდუსტრიაში სწრაფ ან სხვადასხვა ინდუსტრიებში სწრაფად მზარდი კომპანიები, რომ მომგებიანობა არ აქვს და ის სხვანაირად, მაგალითად სეილებით შეგიძლია სხვადასხვა რამით ან გრძელვადა ის დაგეგმოთ, როგორი გაყიდვები იქნება და რა მომგებიანობა იქნება. 5-10 წელზე მაგალითად შეიძლება მეტი დაჭირდეს, ხო? ეს რომელიც უფრო შენელდება ზრდა, იმას კიდე სხვა შეიძლება გქონდეს მომგებიანობა, მაგრამ რაღაც ბოლომდე არ ჩანდეს და რაღაცები შეიძლება მიუსადაგო რამოდენიმე შეფასების. არის mature stage, რომელიც არის უკვე დაღვინებული. ამას შეიძლება სხვადასხვანაირი მეთოდით შეაფასო. შეიძლება ახლა გაეცინება მე EBITDA მეზიზღება, მაგრამ იმიტომ EBITDA-ს არ ვფიქრობ, რომ კარგი შეფასების, მაგრამ შეიძლება რაღაცა EBITDA-დაც გამოიყენოს, იმიტომ მისი მომგებიანობა დაახლოებით EBITDA-ს მსგავსი აღარ აქვს, დიდი სხვაობა არ არის და აქედან შესაძლებელი, იმიტომ დაღვინებულ კომპანიაზე ვამბობ. შეიძლება, მაგრამ დაღვინებულ კომპანიის შემდეგ იქნება deceleration stage. ეტაპი, როდესაც კომპანიას უმცირდება. ვიღაცამ შეიძლება ნახოს ვარა იაფია, შეხედეთ, მე დავინახე, რომ კომპანიას რეალური ღირებულება $100-150 და კომპანია თურმე $30-ზე. მე რა ჭკვიანი ვარ და ვერავინ ვერ იპოვა და მე აღმოაჩინე განსაკუთრებით დიდ კომპანიები ყველა მიცის. და პატარა კომპანია ვერ იპოვოს ვიღაცამ, ცოტა ანალისტები მიყვებიან, ანუ ანალიზები და ძალიან დიდ კომპანიებს ყველა ანალიზებს, soft, აი რა ვიცი, ყველა. აქედან თუ რაღაც შეხედეთ, რომ ძალიან დიდი ცნობილება, უნდა იფიქროთ, რომ შეიძლება ამ კომპანიას სხვა პრობლემები ჰქონდეს, მაგალითად, მზარდი არ იყოს და ნელა თუ არ ყვდება, ყოველ შემთხვევაში ნელა უვარდება ეს მომგებიანობა ყველაფერი ეს გაყიდვები და თუ სხვა კომპანია არ იყიდა, ან კონსოლიდაცია არ მოხდა, ან პატარა მზარდი კომპანიები არ იყიდა ამან, შეიძლება ვერ შეინარჩუნოს, ნელა დაიწიოს და ეს არ ნიშნავს, რომ რადგან კარგი ფასები დღეს $50 ღირს და თქვენ $100 ღირს ბაზარის და ან $50 ღირს ბოდიში ბაზარის და $100 ფიქრობთ, მაგრამ შეიძლება ჩამოწდეს ამ 50 კი არა რეალურით, მისი 5 წელიწადში $10 იყოს მისი რეალური ღირებულება, ან 50-ს არ აცდეს, აი დაახლოებით გააჩერდეს და აი საკომუნიკაციო კომპანიებს ჭირდება, აი სულ დივიდენდებზე არიან და ესე წყნარად არის ნელ-სიკვდილებიან მე თუ მკითხავ ეგეთ კომპანიები. აი ესეთი მდგომარეობა, ანუ შეფასებისისაც განსხვავდება. თვითონ მიდგომა მეთოდი ვირო კომპანია ზოგს შეიძლება პირდაპირ ბალანსზე ანგარიშგებებში შეგიძლიათ ნახოთ რომ კომპანიას დიდი შეკვეთები აქვს მომავალში რომელიც არ ჩანს არ გამოიხატება ამ წუთას მომგებიანობის სახით მაგალითად ის შეგიძლიათ აღმოაჩინოთ აი ძალიან განსხვავებული გაჩენა რა ტიპის კომპანია და ბოლოს ვიტყოდი ემოციების კონტროლი რომელიც თუნდაც ინდექსი იყიდოთ იქ გაჭირდებათ იმიტომ თქვენ რომ აი მოდი ესე ვთქვათ, მაგალითად, როდესაც ფასები მაღლა მიდის და იწერს, მაშინ სიხარბე ჭარბობს. სიხარბის დროს ადამიანები ყიდულობენ და დაჟე სესხებსაც დაჟე არ უნდა მეთქვა, სესხებსაც კი იღებენ, რომ ფიქრობენ, რომ აი ყველა თუ იგებს, მეც უნდა მოვიგო და ეს ფასებს აწובה და ზოგჯერ იმდენად არალოგიკურ დონეს მიაღწევს, რომ შემდეგ ჭკვიანი ინვესტორები დაშორტავენ, ამას იფიქრებენ, რომ ვარდანაზე მოიგონ და რომ დაინახავ, რომ ვარდება, სესხი თუ გაქვს მარჯინი აღებული საბროკეროდან მარჯინ კოლს მოგცემს და თუმცა დავარდება ეს მარჯინ კოლს და აი ესე წავა და წარმოიდგინე დომინოსები და ყველაფერი ვარდება მაგ დროს. აი როგორც მაგალითად 2020 წელში იყო ძალიან დავარდა ეს კორონაში ამისი იყო 2008-9 წელში ხო
და კიდევ იყო სხვადასხვა პერიოდი, როდესაც ძალიან ვარდებოდა. ამ დროს თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი დაკარგოთ, როდესაც მარჯინ კოლია ვარდება, გაგაყიდინებენ და თქვა დავარდება ეს. მოგეთ ესეთი ისე ფსიქოლოგიურად ძალიან უნდა იყო თუ დარწმუნებული ხართ რომ უკვე ძალიან მაღლავი და არარეალურ ფასებზე ეს შეფასება მაგაში გეხმარება ან მოლოდინი რა იქნება კომპანია. მაგ შემთხვევაში თქვენ აღარ გინდათ ეს სესხების წრეშით. ძალზედ რთულია სესხით. თუ ძალიან დიდი გამოცდილება არ აქვს და სესხებს თავ აი დაგიჭერთ ბაზარი და იზარალებთ გეუბნებით აი 1%-იც არ არის შანსი რომ თქვენ გადარჩეთ თუ დიდი გამოცდილება არ აქვს და სადმე არ იზარალოთ ეს მომენტში. არ ვიცი რა კომპანია უნდა იყიდოთ ისე. ასე ეგეთი კომპანიების უნდა უძლება ყველაფერს, მაგრამ აი ეს არის ზუსტად რაც მინდოდა მიმეხილა. თქვენ შეგიძლიათ მომწეროთ, მიკითხეთ რაც გაინტერესებს. უბრალოდ ეს არის ზოგადი. აი უკვე რამდენი ხანია 20 წუთია უკვე ვსაუბრობ, ხო? და ეს არის ძალიან ზოგადი, მაგრამ ფიქრობ რომ ისაიდან საკმაოდ სიღრმისეულად თუ არა უკვე შთაბეჭდილება შეგექმნა და ფიქრობ რომ ძალიან დაგეხმარებათ აი ეს შეხედო და გირჩევს სამეფო 500 იყიდოთ ვისაც მოწოდებაც არ არის რომ ეს არის თქვენი საქმე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და იმიტომ რომ ის სულიზდება აი დღესდღეობით უფრო რთულია ვინმე პორტფელში აქციების ყიდვით უკეთეს შედარს მიაღწიოს ვიდრე ინდექსმა იმიტომ რომ აი ძალზე ბევრი რაღაცაა ჩართული და ძალზე აი პატარა მუნგებიანობასაც იმდენი სოფტებია და იმდენია ჩართული ეს აქტიური ინვესტორები რომ ძალზე რთულია გამოუცდელმა ამაში რამე მოახერხოს აი ძალზე რთული და ინდექსს გირჩევთ მაინც თუ მაგალითად აი არ ხართ რაღაც საოცრად შეყვარებული და ეს არ არის მაგრამ საოცრად შეყვარებულიც რო იყოთ შეგიძლიათ ინდექსი იყიდოთ და მცირე დოზით იყიდოთ აქციები და ნელა ისწავლოთ რომ აი მაგალითად ბევრიც რომ ცოტა იზარალოთ, ისწავლეთ და გიღირთ. ამ სწავლაში გადახდა, ასე ვთქვათ, ყველაფერს ხო თავის ფასია. ზუსტად ასე. მადლობა, თუ კითხვები გექნებათ, აქ ვარ, ყოველთვის დაგეხმარებით, რაც შეიძლება. ყოველთვის ესე იქნება. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.